გამარჯობა მეგობრებო, მე ბაფი ვარ და დღეს გესაუბრებით Captain Marvel-ზე. სანამ თავად ფილმზე გადავალ, ორი საკითხი უნდა აღვნიშნო. პირველი, ხმაზე მეტყობა ალბათ, რომ საშინლად გაციებული ვარ და ბოდიშს გიხდით და მეორე, ყველა იმ ადამიანს, რომლებიც მეუბნებით, რომ კომიქსები არ მაქვს წაკითხული და ამიტომ Marvel და DC ფილმებზე არ უნდა ვილაპარაკო. Shut up! მე განვიხილავ ფილმებს და ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა წაკითხული მაქვს თუ არა კომიქსი, მაგას მნიშვნელობა ექნებოდა კომიქსებს რო განვიხილავდე, მაგრამ არ განვიხილავ კომიქსებს და განვიხილავ ფილმებს და თუ ფილმის გასაგებად 60 წლის განმავლობაში გამოსული და დაგროვილი კომიქსების წაკითხვა მჭირდება, ესე იგი არ ყოფილა ფილმი ფლად კარგი, ხო? ანუ ფილმი უკვე თავის სტრუქტურას შეიცავს, თავის ისტორიას შეიცავს და ფილმმა უნდა მოახერხოს იმის გადმოცემა, რაც კომიქსებმა გადმოსცა, ოღონდ უფრო ლაკონურად, საინტერესოდ, მოკლედ და სხვანაირი სტრუქტურით. Anyways, არა საჭირო იმის დაწერა, რომ კომიქსების მიხედვით გადაღებული ფილმები არ უნდა განვიხილო, რადგან მაინც განვიხილავ და კომიქსების წაკითხვა მაგისთვის არ მჭირდება. და თან მომწონს კომიქსებზე გადაღებული ფილმები და რატო არ უნდა განვიხილო? ახლა გადავედი ფილმზე უკვე. ესე იგი, Captain Marvel, Anna Bodenისა და Ryan Fleckis გადაღებული ფილმია. ამ რეჟისორების გადაღებული ასევე Half Nelson, ძალიან კარგი ფილმი Ryan Goslingის მონაწილეობით, რომლის ნახვასაც გირჩევთ ყველას. ეს ინდი ფილმი არის, double budget-იანი, მაგრამ ძალიან კარგი ფილმია. Okay, Captain Marvel-ს დავუბრუნდა ისე. ფილმში მთავარ როლებს Brie Larson, Samuel L. Jackson, Jude Law და Ben Mendelsohn-ი თამაშობენ. ახლა რა არის ფილმში კარგი? Samuel L. Jackson-ის თამაში და მისი გაახალგაზრდობის ეფექტი ძალიან შთამბეჭდავია. Ben Mendelsohn-ის თამაში ასევე ძალიან სახალისო საყურებელი იყო, ძალიან საინტერესოდ თამაშობს და საინტერესო პერსონაჟი ყავს, თან თავის განვითარებით და story arc-ით. სხვადასხვა Ben Mendelsohn-სა და Samuel L. Jackson-ს ერთი კარგი action სცენა აქვს, ისი ნახვაც ძალიან მესიამონა მეპირადად ეკრანზე. ეს ორი ღმერთივით მსახიობი რო ჩხუბობს. ძალიან კარგი სანახავი იყო. Captain Marvel-ის და მისი მეგობრის დიალოგის სცენებით სასიამოვნო საყურებელი და საკმაოდ ემოციური იყო. არც ისეთი ემოციური, როგორიც უნდა ყოფილიყო ალბათ, მაგრამ ჩემში მაინც გამოიწვია სათანადო ემოციები. ზოგადად რეჟისურა, ჩხუბის სცენები, ეფექტები, სცენარი, ყველაფერი საკმაოდ კომპეტენტური, მაგრამ თან 100%-ით Marvel-ის ფორმულების მიხედვით დაალაგებული, გადაღებული იყო. ძალიან მომეწონა სცენარის 1-2 გადაწყვეტილება პერსონაჟებთან დაკავშირებით და ზოგადად ფილმის ყურების შემდეგ საკმაოდ ნასიამოვნები დავრჩი. მაგრამ რა თქმა უნდა, ფილმს აქვს უარყოფითი მხარეებიც, რომლებიც აღნიშნავს იმსახურებს ჩემი აზრით. კანალურად ფილმი საკმაოდ ქაოტურია, იუმორისტული და დრამატული მომენტები უცნაურად ცვლის ერთმანეთს. Action სცენები კომპეტენტურადაა გადაღებული, მაგრამ გამორჩეულად არც ერთი დავამახსოვრდა. Brie Larson-ის შესრულება დიდად არ მომეწონა, თუმცა ეს თავად მსახიობის ბრალი უფრო ნაკლებად მგონია, ბევრი რაღაცის კომბინაცია ალბათ. თუ ფილმი Room გაქვთ ნანახი, გეცოდინებათ, რომ Brie Larson ძალიან კარგი მსახიობია, ოღონდ Room და არა The Room. ორი ძალიან გასხვავებული ფილმია ერთმანეთისგან. მოკლედ არ ვიცი ისი ბრალია Larson-ის უცნაური თამაში მომენტებში, დიალოგის თუ რეჟისურის თუ თავად მსახიობის თუ სცენარის, მაგრამ მომენტებში არადამაჯერებლად მეჩვენა მისი შესრულება. თავად პერსონაჟის Carol Danvers-ის story arc თუ პერსონაჟის განვითარება არ იყო საკმარისად მნიშვნელოვანი ან რადიკალური, უფრო დიდ დრამატულ ცვლილებას მოველოდი მეპირადად პერსონაჟისგან და უცნაურია, რომ თითქოს დიდად არაფერი შესრულა მის ხასიათში ამდენი სიმართლის გამოაშკარავების მერე. საბოლოოდ მაინც სასიამოვნო საყურებელი ფილმია Marvel-ის კინოსამყაროში, MCU-ში. არ არის ერთ-ერთი საუკეთესო, მაგრამ არც ერთ-ერთი ყველაზე ცუდია. ჩემი აზრით, Captain Marvel, Ant-Man and the Wasp-ზე უკეთესია, ანუ მეორე Ant-Man-ზე, Iron Man 2-საც ჯობია და შეიძლება მეორე Thor-საც, შეიძლება Iron Man 3-საც ჯობია ცოტათი, მაგრამ თვითონ Tony Stark-ი კარგი პერსონაჟია. მაგრამ Iron Man 3 კარგი იყო, პირველი ორი აქტი და მერე გახდა უკვე რაღაცნაირი ცუდი. Captain Marvel დაახლოებით Doctor Strange-ის დონეზე ალბათ ხარისხის მხრივ და რაც შეეხება Wonder Woman-თან შედარებას, ცოტა არასწორად მივაჩნია, რადგან ორივე პერსონაჟი ქალია, რომ ერთმანეთს უნდა შევადაროთ მაინც და მაინც. DC და Marvel-ი ძალიან განსხვავდება ტონალურად ერთმანეთისგან და ამიტომ მათი origin ფილმებიც რთული შესაძლებელია ერთმანეთთან. მაინც მიმაჩნია, რომ Wonder Woman Jesus. მაინც მიმაჩნია, რომ Wonder Woman-ი პერსონაჟს უკეთესად გაცნობს და უფრო საინტერესო განვითარება აქვს, თუმცა action-ი Captain Marvel-ში ბევრად უფრო კომპეტენტურადაა გადაღებული ჩემი აზრით. მოკლედ, სულ ეს იყო მეგობრებო, დიდი შესვენება გამომივიდა ავადმყოფობის გამო, მაგრამ იმედი მაქვს ისიამოვნებთ ამ განხილვით. თქვენ თუ ნახეთ Captain Marvel, გთხოვთ გამიზიაროთ თქვენი შეხედულებები, რასაკვირველია მაინტერესებს, რაში მეთანხმებით და რაში მეჩხუბებით. ნახოთ. ახლა კი როგორც ყოველთვის დიდი მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე. Bye. დამაცემინოთ დამახოლა.